რუსეთი დიდი ხანია ემზადებოდა ყარაბაღში ლავროვის გეგმის განხორციელებისთვის. ეს ცნობილი გეგმა არის, რომელიც გულისხმობდა 5 რაიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემას, 2 რაიონის დროებით შენარჩუნებას, მთიანი ყარაბაღის სტატუსის რაღაც ჰაერში ჩაკიდებას. უცნაური გეგმა იყო, მოკლედ, თავიდანვე, ანუ რეალური შედეგი არ იყო ეგ გეგმაც. და რუსეთის მშვიდობის ყოფილების შეყვანას, ხო, ანუ ძირითადი აქცენტი მშვიდობის ყოფილების შეყვანაზე. საბოლოო ჯამში იყო რაღაცა მცირე გადაადგილებებით რუსეთის როლის გაზრდა ამ კონფლიქტში, მაგრამ ამ მცირე გადაადგილების კიდე რა მიზანი ქონდა, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, ანუ ეს 5 რაიონი ერთი მხრივ უნდა გამხდარიყო აზერბაიჯანისთვის ბჭყალებში გამარჯვების ნარატივი, რაც ილჰამ ალიევს სჭირდებოდა თავისი დიქტატურის გაძლიერებისთვის. და რუსეთს რატო ქონდა ეგ ინტერესი? იმიტომ რომ რუსეთი თურმე ემზადებოდა უკრაინაში შეჭრისთვის და საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის, ხო, სხვანაირი საბჭოთა კავშირის, მაგრამ ფაქტობრივი საბჭოთა კავშირის და შესაბამისად მას ესმოდა რომ იქნება სერიოზული სანქციები და პრობლემები, გაჭირდებოდა ლოგისტიკური კავშირი თურქეთთან.